და მთელი დღის განმავლობაში მუშაობს დღეს მედია ცენტრი, სადაც 7 არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ დარღვევებზე მონაცემებს საზოგადოებას აწვდის. პირველი ბრიფინგი სწორედ ამ წუთებში იწყება. პირდაპირ ეთერში ვთავთ მედია ცენტრს. თუმცა უბნებში გამოვლინდა დარღვევები და პირველ რიგში ჩვენ დავიწყებთ მარტვილის მე-16 უბნით, რის შესახებაც CSKM-ს გააკეთა განცხადება. ცხადია ის დარღვევა, რომელიც შეიარაღებული პირების შესვლას და ბიულეტენების წაღებას უკავშირდება, არის ძალიან უხეში დარღვევა და ცხადია არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსის, არამედ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ცალსახად და ამ საკითხზე, როგორც CSKM განაცხადა, ჩატარდება განმეორებითი კეჭისყრა ამ უბანში. რაც შეეხება სხვა დარღვევებს, მთლიანობაში ამ ეტაპისთვის ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებით უხეში დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა იყო რიგი დარღვევები, რაზეც ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს შენიშვნები, დაწერეს საჩივრები და მე მოგახსენებთ აი ამ დარღვევების შინაარსს მოკლედ. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ უბანზე დამკვირვებლის არ შეშვების პრობლემა გახლდათ. ეს მოხდა მთაწმინდის 22 უბანზე და ბათუმის ნომერ 1 უბანზე, სადაც დამკვირვებლები არ შეუშვეს. ეს არ გახდათ საიას დამკვირვებლები, თუმცა ცხადია ამას მნიშვნელობა არ აქვს. დამკვირვებელს ნებისმიერ დროს კეჭისყრის პერიოდში აქვს უბანზე დაუბრუნებლად შესვლის უფლება. ჩვენი დამკვირვებლების მითითების და შენიშვნის შემდეგ ეს დარღვევა აღმოიფხვრა და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეშვებული იქნენ უბანზე. წილისყრის პროცედურული დარღვევები, როგორც წინა არჩევნებზე, აქაც გამოვლინდა წილისყრის დროს წილისყრის პროცედურების დარღვევები, ეს გახლდათ ისნის ნომერ მე-9 და ისნის ნომერ 66 უბანზე. როდესაც გადასატან ყუთთან დაკავშირებით წილისყრის დროს არასწორად ჩატარდა თუ ვინ უნდა გაყოლო და გადასატან ყუთს აი მაგის საკითხის გამოვლენა. ზუგდიდის 76 უბანზე ასევე დაიღვა წილისყრის პროცედურები და კომისიის წევრებმა თვითნებურად გადაანაწილეს თუ ვის რა ფუნქცია უნდა რგებოდა. ამის შემდეგ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაიზარდა იმით, რომ საიას დამკვირვებლის მიერ მიცემული შენიშვნა კომისიის წევრებმა არ გაითვალისწინეს და არც საჩივარი არ დააფიქსირეს სარეგისტრაციო ჟურნალში, რაც ცხადია პრობლემაა. ჩვენ ოლქს მივმართავთ ამ საკითხზე საჩივრით. ვაკის მე-19 უბანზე არ ჩატარდა წილისყრა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს შორის დამკვირვების განხორციელების მიზნით. არაუფლებამოსილი პირების ყოფნასთან დაკავშირებით უბანზე მოგახსენებთ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც კანდიდატები ასევე დამკვირვებლად იყვნენ დარეგისტრირებული და იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე. ეს იყო ასპინძაში გამოვლინდა ასეთი შემთხვევები და საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით პრობლემა დაფიქსირდა ნაძალადევის ნომერ მე-18 უბანზე. საარჩევნო სიებთან და საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემებს რაც შეეხება რუსთავის 32 უბანზე უკაცრავად საარჩევნო სიის საჯარო ვერსია არ იყო საჯაროდ გამოკრული, ისე როგორც ამას საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს. ასევე ერთ შემთხვევაში ჩვენ დაგვიკავშირდა მოქალაქე, რომელმაც განაცხადა, რომ მის საცხოვრებელ ადგილას არის მიწერილი დარეგისტრირებული პირი, რომელიც არასწორად არის დარეგისტრირებული და მაშინ, როდესაც ამ ადამიანმა შეიძინა ეს ბინა, ის არის პირველი მაცხოვრებელი ამ ბინაში და გაურკვეველი პირი არის დარეგისტრირებული მის საცხოვრებელ ადგილას. ეს ინფორმაცია ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მივაწოდეთ. ამ მომენტისთვის სულ ეს იყო ძირითადად დარღვევები, როგორც გითხარით, ამ ეტაპისთვის არ არის ისეთ. ეს იყო პირდაპირ ჩართვა მედია ცენტრიდან. პირველი ბრიფინგი დარღვევებთან დაკავშირებით საიამ გამართ, აქცენტი მარტვილში მომხდარ ინციდენტზე გაკეთდა.